მოგესალმებით ჩემო ლამაზებო და დღეს თუ გამოიცნოთ, აი 1 წლის უკან რომ მქონდა გაშლა სასიყვარულო სამკუთხედზე და ესე ლამაზე და ძალიან საყოველად რო ჩავშალე და თქვენც რომ მოგეწონათ, ზუსტად აი ესე ჩავშლით დღეს სასიყვარულო სამკუთხედზე. ნუ მამაკაცები რომლებიც მიყურებენ სხვადასხვა ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა ჩემს ერთ-ერთ ვიდეოზე დატოვა რომ მამაკაცებო ვინც თქვენს ჩემნაირად უყურებთო, უბრალოდ სიტუაცია შეატრიალეთო, ამიტომ აგერ გოგოებო, ეს არის თქვენი მამაკაცი, აქ გორი ხაზი. ეს გოგონა და ეს გოგონა, თქვენ როგორც გინდათ, რომელიც აი რომელ ქალშიც ხედავთ თქვენ საკუთარ თავს, აი ის მოირგეთ თქვენ თვითონ. და მოდი ვნახოთ, რას გრძნობს ეს ჩვენი კაცი, მამაკაცი თქვენზე, ფიქრი, გრძნობა და პერსპექტივები ორივეს ერთად ყოფნის. ანუ როგორც ჩავშლით ამ ვარიანტს, იგივენაირად ჩავშლით ამ ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ცოტა კარგი და მარს თუ ისე ცუდი იქნება. ჯერ რა თქმა უნდა ვნახავთ ჩვენი მამაკაცი ვინ არის, რო იქნებ თქვენზე არ არის ეს გაშლა და თქვენს პარტნიორზე და თულად შეცდომაში რო არ შეგიყვანოთ. ასევე ხო ჩემს სასიყვარულო სანთლები ისევ გაყიდვაშია. ეხლა უკვე მარაგი შევსებული გაქვთ გვაქვს. ამიტომ მოდით ჩემი სიხარულებო, სასიყვარულო ურთიერთობისთვის არის კარგი, დამასტაბილურებელი და ესე შემდგომ. ასევე სანთლები, რომელიც ენერგეტიკულად წმინდავს თქვენ სასიყვარულო ენერგიებს, გვაქვს ფინანსების, სხვადასხვა ჩაკრების და ესე შემდგომ. დალაიქით აუცილებლად ჩემი არხი და გამოიწერეთ და ვნახოთ. ეს თმა არ შემიშალოს ხელი. ცოტა ხანი მოტეხილი თითით ვიქნები თქვენთან მიმართებაში. მადლობა ჯამჯომებისთვის. მივიღე კომენტარები თქვენგან ისე. მოდი ვნახოთ ვინ არის ეს ადამიანი. ეს პიროვნება. ეს პიროვნება ვიზას შლით ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ჩემთვის ეს არკანი ზოგ სიტუაციაში ძალიან კარგი, ძალიან მიყვარს, გიშდები, მაგრამ ხანდახან არის ხედვები, რომლებიც ცოტა სხვანაირად მომდის. ეს არის ადამიანი, მამაკაცი, უბრალოდ ეს არის მამაკაცი, რომელიც ქალებით ცხოვრობს. ანუ მარტო ბუდიში ამ სიტყვის და გულაობას არ გულისხმობ, ეს არის ადამიანი, რომელიც აი სულ ქალებით უნდა იკვებებოდეს. აი მის ის რომ მე მაღალი ვარ არა სამსახურთან მიმართებაში არის არა ფინანსით და არამედ აი რაც უფრო მეტი კარგი ურთიერთობა შეიძლება მქონდეს და რაც უფრო მეტად ვეყვარები ქალს, მით უფრო მაღალი ვარ მე. ძალიან ცუდ წარმოდგენაა მგონი ამ რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე. ანუ ადამიანი რომელიც ყოველთვის ერთი და იგივე წრეზე დადის, რეალურად თუ რამის შეცვლა მას შეუძლია. ესე არიან სხვადასხვა, აი არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ არიან კაცები, რომლებიც აი მართლა მარტო უნდა იყვნენ, მათ უნდა ყავდეთ რაღაც გარკვეული, მქონდეთ გარკვეული ურთიერთობები, მაგრამ ესე დაოჯახება როგორც ასეთი, აი მათ ეგრევე დაბლა იყვანს. იმიტომ რომ არ გაუვლიათ საკუთარი კარმული ხაზი, ხო? ამ ცხოვრებისეული ხაზიდან გამომდინარე და ეს ადამიანი ხა ვინ ჩაიფიქრეთ. აი ეს პიროვნება უნდა იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული, რომ გახდეს ძლიერი. ანუ მას სჭირდება ძლიერი ქალი, რომ იყოს ძლიერი მამაკაცი და არა ცოტა ვითომ ქალური ენერგიით რომ ივსებს ეგეთი პიროვნება. მოდი ვნახოთ რას ფიქრობს, არ ვიცი თქვენ რომელიც აირჩიეთ. აგვაქვს იმედი ორივე ხო კარგად ჩანს, ორივე თუნდაც ახლოდან განახებთ. ორივე ერთი და იგივე ნუმეროლოგიის ხაზია. აი მოდი არ განახებთ, იმიტომ რომ შეიძლება იმან დამბანოს. ახლა გამახსენე და გულებს ყველგან ვერ დავარდებ, ეს ცოტა ესეთი მიხვდებოდით, მოშიშვლებული ქალია და მაგიდან გამომდინარე შეიძლება მე დამბანონ და ვიდეოში კარგად ვერ დავადო გული. ანუ ესე იყოს რა, იმედია ხედავთ ჩემო ლამაზებო. ერთი მარჯვენა მხარეს იყურება, მეორე მარცხენა მხარეს, არ ვიცი თუ რამის დაგეხმარებათ, რომელიც უფრო მიგიზიდოთ, არ აქვს მნიშვნელობა. მახრე დავიწყოთ. მოდი ნახოთ ჯერ რას ფიქრობს პირველ პიროვნებას, ან ვინ ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი, რას ფიქრობს მასთან დაკავშირებით. ვერი. მოდი აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ რაღაცნაირად ისეთ ეგრე გამოვიდა, რომ შეიძლება ეს იყოს ეს პიროვნება იყოს მასთან სერიოზულ ურთიერთობაში, ქალი რომელიც ცოტა შეიძლება ცოტა ხელოვანიც იყოს, ცოტა ესეთი განსხვავებული რაღაცები უყვარდეს, მოსწონდეს, მაგრამ სასიყვარულო საკითხი
აი უკვე მესამე არის, ანუ ფიქრები ამ ქალთან მიმართებაში როგორც იმედგაცრუება ისე მომდის, მოდი ესე გეტყვით. მოდი პირველ ვარიანტს დავარქვე აი ამ იმას. ანუ აქ ადამიანის ფიქრები აქვს ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომ კი, აქვს ემოცია, ვერ გეტყვით რომ არა აქვს, მაგრამ ეს არის ვფიქრობ მართლაც ვალდებულება. ეს არის სიტუაცია, სადაც ვიცი რაღაცნაირად ძალიან მძიმე ფონია ჩემი აზრით ფიქრებიდან გამომდინარე, რაღაც მთვარის არკანი, თან ესეთ არკანებთან კი ვიტყოდი რაც არის, მაგრამ არ მგონია თქვენ თლად ეგეც იყოთ წამსვლელები, რომ რაღაცა ხაზები დაუზიანოთ ამ პიროვნებებს ერთმანეთთან. თულია. არის გარკვეული დაბრკოლებები, მოკლედ აი ამ ორ ადამიანს შორის, სხვათა შორის არც თუ ისე ადვილი, თითქოს ამ ურთიერთობას ეხა აქ ყველაზე მძიმე ფონი, ფიქრებიდანაც გამომდინარე, თითქოს აი ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები, გაურკვევლობა, აი ფაქტობრივად გაგება, რომ ძალიან ნოლის ტოლფასი არის ამ ურთიერთობაში, თითქოს ყველა, ანუ როგორც აი ამ არის ვინც ეს ჩაიფიქრებს, როგორც თქვენ გაქვთ პრობლემები, ასევე აქვს თქვენს მამაკაცსაც პრობლემები და აი თავსებადობა არ მომდის ბოლომდე, მოდი ესე რო გითხრათ პირდაპირ. თან ამავდროულად არ ვიცი, ემოცია მაინც არის. მოდი ეს არ დავმალოთ. გვერდზე არ გადავდოთ, ვინც ეს ვარიანტი ჩაიფიქრეთ, ანუ აქ მეტად სიმძიმე მაქვს. შეგიძლიათ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება, რა თქმა უნდა, შანსი, პერსპექტივა ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფრის არის, მთავარია ბრძოლა, მონდომება და რაღაც გამოსწორება, ხო? მაგრამ გრძნობის ეს 1000%-იანი, ანუ აქ ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში მყოფებით, აი აქ მართლა ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში მყოფებით, მაინც არ არის საჭირო რომ რაღაც ურთიერთობას სახელი ერქვას, გრძნობა არის, არ მიყვარს ხოლმე ესეთი საუბარი, მაგრამ ხანდახან არის რომ ადამიანებს ვეჩვევით უბრალოდ და გვავიწყდება რა გრძნობა გვუკავშირებს, რეალური ჩვენი გრძნობა რა არის მასთან მიმართებაში, ამიტომ ვიტყოდი რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით გრძნობები ნამდვილად აქვს. რაღაც ის თითქოს სულ რაღაც მოლოდინის რეჟიმშია ეს მამაკაცი ამ ქალთან მიმართებაში, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ, მაგრამ ცოტა ისე არის, მოკლედ, არც თუ ისე ფიქრებიდან გამომდინარე ადვილად საქმე, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი საკითხები, რომელიც აი აქ ფიქრებში ერევა. ჯერჯერობით გრძნობაში მაინც მყარია, იმიტომ რომ მოდი ახლა პენტაკლების დედოფალი იცით რომ თითქმის ასოცირებული ამ მყარ ადამიანთან, მაინდა-მაინც ცოლის სახელი არ ქვია, მაგრამ ეს არის მყარი ადამიანი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში მყარად დგას. აქეთ არის ოჯახის არკანი, ეს 10-იანი პენტაკლებით ამოვსებული. სიმყარეც არის, დასრულებაც არის, მაგრამ ნუ იმდენად სამიანი გვერდხება ვფიქრობ უკვე პენტაკლების ენერგია, ცეცხლმა და მიწამ რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე გაამყარეს და ვფიქრობ რომ ამ ურთიერთობაში ნამდვილად სერიოზულად იმყოფება ეს პიროვნება. ასე თუ ისე, მაინც გვაქვს ეს ჩვენი ორიენტაციას ფონს დავიტოვებ, გრძნობები და ემოციური ხაზი. მოდი ვნახოთ თქვენ აი აქ მეორე ხაზთან მიმართებაში, მეორე პარტნიორთან დაკავშირებით, რას ფიქრობს, რა არის მისი ფიქრი. აყვავილდეს თუ დააზიანოს, წავიდეს აყვავებაში თუ დააზიანოს, ანუ ბევრი ლოდინი, ძალიან ბევრი, ანუ ფიქრებიდან გამომდინარე ფიქრობს ეს პიროვნება, რომ აი აქ მოსავალს ვერ აიღებს ამ ადამიანს. თქვენგან ვერ მიიღებს იმას, რაც რეალურად მას სჭირდება, არ ვიცი რატო ფიქრობს ამ ყველაფერს, შეიძლება აღარ მიმიხვდებით ახლა აი აქ რასაც ვამბობ, აი ამ დამოკიდებულებებიდან გამომდინარე. ამავდროულად ფიქრები როგორც ასეთი, თქვენც ესე ხართ, იცი, თან გინდათ ეს პიროვნება რაღაცა სიტუაციებიდან გამომდინარე, თან აყვავილებას განიცდით, მაგრამ რაღაც აი როგორ გითხრა, ის დოზა რო არის შევსებული, მე უკვე გაცლა გინდათ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თქვენც მთლად ესე დაკავებული ვერ ვიტყოდი, რომ შეიძლება დაოჯახებული იყოთ, მაგრამ ზოგი შემთხვევაში შესაძლებელია ესეც. რაღაც თქვენ ძალიან ბევრს მალავთ. რა ხდება? რას მალავთ? კაი, მე თქვენი არ მაინტერესებს, მოდი ამას აღარ ჩავშლი. სერიოზულად ის არაფერს, მაგრამ ნუ თქვენც რაღაცებს, ნუ მოკლედ ბოლომდე არ ამბობთ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ორივეს რაღაცა გინდათ, ელოდებით, გინდათ ამ ყველაფრის მიღება, მაგრამ ბოლომდე რაღაც სიტუაცია ვერ არის. აი, მოდი ახლა ვნახოთ გრძნობა, რას გრძნობ ჩვენო ბიჭო ამ გოგოსთან დაკავშირებით.
ვერ ვიტყოდი, რომ გრძნობა არ არის. მაგრამ ანუ გრძნობა ცოტა სხვა რაღაცაა, გოგოებო, ჩემთვის თქვენ იცით. მე ვფიქრობ, რომ თქვენ შორის არის რაღაცა ქიმია. შეიძლება ხან ერთის მხრიდან ილუზიური, ხან მეორეს მხრიდან ილუზიური. აი, თქოს არც თქვენ, არც ეს ადამიანი რაღაცას არ ითხოვთ, მაგრამ რაღაცა გარკვეულ ილუზიებში ხართ, სადაც აი სიტუაციას ისე ვერ ალაგებთ, როგორც საჭიროა და ვერც დაალაგებთ ჯერჯერობით. მაინც აი გრძნობაში დადებით ვერაფერს ვერ ვიტყვე, აქ უფრო მეტად როგორ რაღაცა მომდის, იცი? გრძნობა არის, მიზანმიმართულობა, აი მიზანი არის გარკვეული საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ თან რაღაცა ამპარტავნობა მოდის თქვენი მხრიდანაც. ამპარტავნობა არა, წაგება და მოგება რო ძმები არიან, ეს ვისთვის როგორ. მაგრამ აქ როგორ რაღაცა მომდის, იცი? შეიძლება ამ პიროვნებასთან ძალიან ისეთ როლს თამაშობთ. ან ითამაშეთ, არ ვიცი მართლა, იმიტომ რომ აი როგორი როლი მომდის, ისე ვიცი ძალიან რაღაც ნაზი, შეიძლება რაღაცები ძალიან ახლოს მიიტანოთ გულთან არ და რეალურად ამ ყოველფრის 1%-იც არ ხართ, ხო? აი თქვენც როგორ გითხრათ, არ ვიცი რა მე დაგიშავათ, რაღაცა გაქვთ გულში ჩარჩენილი თუ რა ხდება, მაგრამ აი აქ კარგი რო არ ხდება ზუსტად ვიცი. კარგს გულისხმობ, ეს არ არის სიბოროტე ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არის რაღაცა სიტუაცია, სადაც თქვენ რაღაცა უნდა მიიღოთ ამ პიროვნებისგან და იცით რომ უნდა მიიღოთ. მაგრამ ეს ურთიერთობა ნამდვილად არ არის. თქვენ ამ ადამიანისგან რაღაც სხვა გინდათ, მაგრამ რა გინდათ? იქნება ეგ პიროვნებაც გვიყურებს და მოდი ავთქვათ, ხო? აი. მოდი ესე ვიტყოდი, პერსპექტივებს და დაინც სიტუაციებს თუ შავშლით, პირდაპირ ვსაუბროთ იმ საკითხზე, რომ აქ პერსპექტივა ნაკლებად გვაქვს. ამ ურთიერთობაში ჯერჯერობით პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, იმის და მიუხედავად რომ ფიქრები საერთოდ არ მომეწონა, ვფიქრობ, რომ ეხლა უბრალოდ რთული პერიოდი გაქვთ, აუცილებლად გაივლით, სამოვლო ხაზები მაინც თქვენთან თავდება. ახლო პერიოდის მაინც კი იცით, რომ ორი პერიოდზე მაღლა მე დასტას ისედაც არ ვშლი და მით უმეტეს საჯარო გაშლას. და რაც შეეხება აი ამ სიტუაციებს, არც მოჩება და არც დასრულდება. არც გაგრძელდება რაღაცა მყარად. აქ თქვენ სანამ თქვენსაც არ მოიჭამთ, აი ეს მეორე ვარიანტელები, ვინც იყავით, ან ვინც საკუთარი თავი აქ დაინახეთ, მაგამდე ვფიქრობ, რომ აქ უფრო მეტად მსხვერპლის როლი ამ ადამიანს აქვს, ვიდრე თქვენ არ ვიცი ესეთი მართლა რა დააშავა და როგორ და რანაირად აიყვანა ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ აუცილებლად ყველაფერს ამოიღებთ იმას, რაც გულში გაქვთ რეალურად, რა ესე კარგ ჯანსაღ სიტყვებს გეტყვით. რა თქმა უნდა, თუ დამნაშავე არის აქვე დავამატებ, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი ხდება ბალანსირებულად. აბა მეგობრებო, გისურვებთ წარმატებას, ამას დიდი ალბათობით YouTube-ზე დავდებ, იმიტომ რომ ძალიან გრძელი ვიდეო გამომივიდა და ჩემი აზრით იყო საჭირო. წარმატებები და ლაიქება გამოწერა არ დაგავიწყდეთ. YouTube-ის მაყურებელო გამომყევით როგორც ჯადო ქრისტარო სამყარო Facebook-ზე, ასევე TikTok-ზე მარია ლუარტ და სადაც არ უნდა დავდო ეს ვიდეო. YouTube-ზეც გამომყევით ჩემო ლამაზებო ჯადო ქრისტარო და ესე შემდგომ. დიდი ბედნიერება, სიხარული, რაც თავარია ჯანმრთელობა და მეგობრებო, ყველას ვეუბნები, თებერვლის თვის პერიოდებში შეეცადეთ ნაკლებად გაყიდოთ რაღაცა გარკვეული ნივთები, თუნდაც მანქანის შეცვლა, აი ფინანსებთან მიმართებაში თებერვლის თვეში შეღოთ მიღებას არ გულისხმობ, გასვლაც, ნივთის, ანუ შეიძლება ბინის ყიდვა გინდათ და ერთი უნდა გაყიდოთ და მეორე შეიძინოთ. თებერვლის თვეში ცოტა ხანი გადადეთ, ეს იქნება ძალიან კარგი და კეთილი რჩევა ჩემგან ჩემი საყვარელი გამოწერებისთვის.